Android 17 დაანონსა Google-მა თან ძალიან ბევრი სიახლით, უმეტესად ხელოვნური ინტელექტის სიახლეებით. ხო და მივყვეთ, ჭკვიანი ავტოფილი. ალბათ ბევრს გამოგვიყენებია smartphone-ის ის ფუნქცია, სახელს რომ თავისით წერს და კიდე მაგალითად ტელეფონის ნომერს შესავსებელში. ხო და Android 17-ის დახმარებით ეგ კიდე უფრო ბევრ ადგილას დაგვეხმარება. ამიერიდან Android 17-ის დახმარებით შეგეძლებათ თქვენი შექმნათ ვიჯეტები. რაც ჩემი აზრით ძალიან მაგარია, ძალიან ტოპია. თუ ვინმესთან მიწერ-მოწერისას speech to text ვიყენებთ, ანუ smartphone-ს ველაპარაკებით და ვკარნახობთ რა დაწეროს ტექსტად, ახლა ხელოვნური ინტელექტს შეუძლიათ ჩვენი პაუზები, ეს და რაღაც ეგეთები, ამოიღოს ტექსტიდან. Instagram-ის აპლიკაციაში ახლა Ultra HDR-იც იმუშავებს, სტაბილიზაციაც ვიდეოს გადაღებისას და ღამის რეჟიმიც კი. Hotpoint-ის ფუნქციას საშუალებას მოგცემთ აპლიკაციაში შესვლამდე დააფიქრდეთ თქვენს გადაწყვეტილებებზე. მოკლედ ამ ფუნქციის აპლიკაციაზე დაყენებისას, ამ აპლიკაციაში შესვლამდე თქვენ მოგიწევთ ან ღრმად ჩაისუნთქოთ, ან თქვენი ფოტოები დაათვალიეროთ, ან სხვა აპლიკაციაში შეხვიდეთ. და ბოლოს ახალი ლეპტოპის სერიაც გვანახეს, რომელსაც Google Book-ი ერქმევა და მთლიანად Gemini-ზე იქნება აწყობილი. ანუ ჩაშენებული Gemini ექნება მაუსში. ასეთი იქნება Android 17, უმეტესად ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები იქნება დამატებული და გაუმჯობესებული. ხო და ერთი სურვილი მაქვს გავტესტო და ვნახო. თან მაინტერესებს რომელიმე ეს ფუნქცია ქართულ ენაზე იმუშავებს თუ არა. გამოიწერეთ Zoom-ის არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები. მე კი შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.